ბოლოს როდესაც საქართველოს სიმნი დინამო არენაზე გაისმა, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიის ახალი თავი დაწერა და მაშინ საქართველოს ნაკრებმა იზეიმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველო ბრუნდება დინამო არენაზე და იწყება ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ახალი ეტაპი და ვნახოთ დღეს მოკლედ საქართველოს სომხეთის ნაკრებთან როგორ ითამაშებს. აღნიშნა რომ გუგეშაშვილს უკვე ზაფხულის ამხანაგურ შეხვედრებში მიეცემოდა შანსები. გადმოტანა მარცხნივ ძალიან მაგარი პასი კვარაცხელიამას ტექტიკურად მიიღო და აქვს ციტაიშვილის ვარიანტიც. თავიდანვე გამოჩნდა იმის კონტურები, რომ დღეს საქართველოს ნაკრები ითამაშებს ძალიან ლამაზ ფეხბურთს და ანგარიში გაიხსნა 1-0 კიტეიშვილი დაიწყო საქართველოს ნაკრებმა უკვე. მეოთხე წუთზე ძალიან სწრაფი შეტევა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან განვითარდა, საჯარიმოში მწვავე პასი გაკეთა და კიტეიშვილი ერთი შეხებით გზავნის ბურთს მეტოქის კარში. იყო რიკოშეტი, რომელიც წაგვეხმარა, ისეთ ტრაექტორია მიიღო ბურთმა, რომ მეკარე რეაგირებას ვერ მოასწრებდა. აქ თამაშგარე მდგომარეობაც ეს არ იყო პასის მომენტში. რიკოშეტი და ძალიან ლამაზი გოლი. ციტაიშვილის ერთი შეხებით გადაცემაც უნდა აღვნიშნოთ, ისიც უნდა აღინიშნოს, როგორ კარგად გაიხსნა და შეარჩია სწორი პოზიცია ოთარ კიტეიშვილმა და მოკლედ 4-0 ორი მატჩის ჯამში. აროიანი მას მოხვდა ბურთი და შემდეგ გავიდა სომხეთის ნაკრების კარში. მომდევნო შეხვედრებში საქართველოს ნაკრები ამ ტაქტიკური სქემით ითამაშებს, ანუ 4 მცველით. რაც ძალიან კარგია, მოდიშვიდაპირ თქვა. მოვიდა ამის დროც, აქ ქოჩორაშვილი მიკავტაძის დაწყება! შეუჩერებელი ჟორჟი ისევ გაიტანა. ჟორჟი მიკავტაძე. აბა რა. ბრავო. რიგით მე-19 გოლი საქართველოს ნაკრების მაისურით. ძალიან მარტივად ვიგებთ ამ შეხვედრას. ძალიან მარტივად ვიგებთ და აი ჟორჟ მიქაუტაძეს როგორი ალღო აქვს ხო გოლის, უბრალოდ რა სიტუაცია არის ისეთი, საიდანაც არ შეუძლია მას გოლის გატარა. მე მაგალითად ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. აქაც არც ისე ძლიერი და ხო, აი ამას სიზუსტეზე გათვლილი ბურთი და შეგორდა კარში. ხო. კიდევ ერთხელ გამოავლინა მაღალი სათამაშო IQ, იმ კუთხეში დაურტყა მეკარე, სადაც ბურთის მოგერიება გაუჭირდებოდა, საერთოდ ტრავმა მიაღებინა, ხო? მოუწია მაქსიმალურად გაშლა ჩანჩარევიჩს, მოძრაობაზე იქნა დაჭერილი და მიქაუტაძემ ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მაისურით მოახერხა გატანა. უყვარს ბომბარდირი ჟორჟს. მაგრამ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, ვანსხიკვი არ არის დაბალი დონის თავარი მწვრთნელი. არ დაგვაუწყდეს, რომ მონტენეგრომ ლიგის ბოლო შეხვედრაში მოუგო თურქეთს 3-1. ყვარარას იზამს, გაწრება საფეხბურთო შორის გადაცემა რა კომბინაცია. ჩაკვეტაძე დაწყდა 3 გოლი. გიორგი ჩაკვეტაძე. კიდევ ერთი შედევრი. ულამაზესი გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრებმა და უკვე გამანადგურებელია სხვაობა 24 წუთში. კი ბატონო, საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს ანადგურებს. ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი სვალოვი, ნახოთ კიდევ ერთხელ განმეორებით, შემდეგ პასი ჟორჟზე და მოდი ყველაფრის ილუსტრაცია ნახეთ თქვენ თვითონ. უდომ დაუშვა შეცდომა. მაგერ კვარაცხელიას მომენტი როგორ მარტივადი არა, ძალიან მარტივად მიქაუტაძის დროული გადაცემა. ჩაკვეტაძის მიმართულებით აკეთეს პაზა, ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხით აიღო ჩანჩარევიჩის კარ. არც ერთი ზედმეტი მოძრაობა არ გაკეთებულა. გათამაშდა ბრწყინვალედ ეს კომბინაცია და ჩაკვეტაძესაც არ გასჭიროებია გატანა. ძალიან ელეგანტური. მოგეთ სხვა ბევრი მოთამაშეც იყო ისეთი, რომელმაც დაზიანება მიიღო და ხვიჩა კვარაცხელია მეოთხე გოლთან ვარ ეკავის წავედით რეკორდის მოსაცდელად. განმეორებამდე 3 გოლი გვიკლია ოთარ კიტეიშვილის დუბლი. ხვიჩა საგოლებას ხდება. ამათი გამჩერებელი არავინ არ არის. რამდენჯერაც შეუტიეთ, იმდენჯერ შეტევა დასრულდა გოლით. რა პასია ახლა აქ? არა, ხოლმე რამდენი გადაცემა. ხვიჩა საგოლე პასი, კიტეიშვილის დუბლი. მივდივართ რეკორდისკენ აშკარად.
ეს უკვე რეკორდია მგონი ლუკა, იმიტომ რომ ასეთ მცირე დროში 4 გოლი საქართველოს ნაკრებს აქვს გატანილი თუ არა? მე არ მახსენდება. ტაილანდთან რომ მქონდა ამ ხანაგური შეხვედრა, იქ შეიძლება. ხო, ეგ კი შეიძლება. ივუ შეცდომა ეს შეცდომას უშვებს. ჟორჟ მიქაუტაძე გოლია! გოლია 5-0! წინვალე გოლი! ესე იგი ყველანაირი სილამაზის გოლი ვნახეთ ამ ორ თამაში. და თავად მიქაუტაძე რასაც აკეთებს, შეუდარებელი, ეს არის უმაღლესი კლასის ცენტრფორვარდი ყავს საქართველოს ნაკრებს. ტოპ კლასის. ულამაზესი გოლი კიდევ ერთი ჟორჟ მიქაუტაძის. როგორ გადაუგდო თავზე ესე იმჯად მივიდა ბურთამდე ჟორჟი და ეგრევე მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა, ხო? წამებში შეაფასა სიტუაცია ძალიან კარგად. 5-0. კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი რეკორდის გასაუმჯობესებლად. ხო, რაღა 2 გოლი აკლია და 7-0-იც იქნება. ისე ნუ ეს რეკორდი არის, ახლა პირველივე ტაიმში 5 გოლი, არ ვიცი, ნუ მე არ მახსენდება, ხა ტაილანდთან 8-0 რომ მოიგო საქართველოს, იქაც თუ სწორად მახსოვს, მეორე ტაიმში გაიტანა 4 გოლი საქართველოს და პირველში 4. წესე მახსოვს. კარგი დატრიალება იყო ტიკნიზიანის და შეტევაც გამოსდით სომხებს. ხვილია კუთხე, ჩაწოდება საჯარიმოში. 5-1. აღიარო, ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. სევიკიანის აკრობატული სტილში დარტყმა და გოლი. ესეთი სწრაფი შეტევა მივიღეთ და ეფექტური გოლი დაასრულა სევიკიანმა. ბრავო, მართლაც რომ ლამაზი გოლი იყო. კიდევ ერთხელ განმეორებით. შვიდ-0 აღარ იქნა. ჩორაშვილი, შენიშნა მექვაბიშვილი და გაგვიმართლა გუნდი დავიბრუნეთ საჯარიმოში ისე როგორ დასრულდებოდა მატჩი, ხუჭა კვარაცხელიას გოლი არ გაიტანა. მაინც იაგდოდა, ნუ მექვაბიშვილმა გააკეთა ძალიან მაგარი პასი. გულშემატკივარმა გოლი მოითხოვა და ეს მოთხოვნა რამდენიმე წამში მიიღო, კი. კი, ნამდვილად. ისე აგვიხდეს ყველაფერი როგორც ახლა. ნაკრებმა ასე მალე დაუკმაყოფილა მოთხოვნა ქართულ გულშემატკივარს. კვარაცხელია იყო ყველაზე მომდომებული რეალურად მეორე ტაიმში, გასაგებია რატომაც. მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ საოცრად გამოზომილი პასი და აქ ვარამ შეასრულა. თავის შეცდომა გამოასწორა და ძალიან მაგარი პასი გააკეთა. 6-1. კვარაცხელიას გვარს კანდირებს. ყველაზე ომახიანად. შესამჩნევია ეს ამბავიც. გოლების სიყვარულს მიუძღვნა მორიგი გოლი. როგორც ხდება ხოლმე. შეტევა ძალიან ხანგრძლივი გამოვიდა. სომხებს ბარსეგიანი ვერ გავიდა დასარტყმელზე და დასრულდა შეხვედრა 6-1 დღეს ორი მატჩის ჩამში 9-1 საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დამსახურებულად რჩება. გილოცავთ კიდევ ერთხელ შესანიშნავ თამაშს და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს უდიდეს გამარჯვებას. ლუკა დალაქიშვილი, გოგა გუდაძე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრაზე.